მოგესალმებით მეგობრებო, ძალიან საინტერესო თემაზე მინდა თქვენი ყურადღება შევაჩერო. კონკრეტულად ეს იქნება ძალიან მცირე ხნიანი ვიდეო, რომელიც შეეხება იმას თუ რატო არ უნდა მივცეთ ჩვენ შვილებს smartphone-ის დიდი ხნით გამოყენების უფლება, საშუალება და უფლება. ხო? და ეს ბევრი საუბრობს ამასთან დაკავშირებით, თუმცა კონკრეტული ასე ვთქვათ თეორიული მასალა, რომელიც დამტკიცებულ ფაქტად ითვლება, რომლებზედაც წლების განმავლობაში მუშაობდნენ მაგალითად პიაჟე, მაგალითად ფრანსუაზ დოლტო, მაგალითად მელანია კლაინი და რა თქმა უნდა დონალდ ვინიკონტი, ძალიან საინტერესო ასე ვთქვათ ავტორები, რომლებიც ბავშვებთან მუშაობდნენ და ისინი განსაკუთრებით ყურადღებას აქცევდნენ ბავშვის შიდა ენერგიების, უარყოფითი ენერგიების გამოთავისუფლების პროცესს და ამ პროცესში რა შეიძლება ყოფილიყო ასე ვთქვათ თავარი, რა შეიძლება ქონებოდა მთავარი ასე ვთქვათ მონაწილეობა, რა შეიძლება მიეღო. ისგან შეიძლება ასე ვთქვათ მისი ენერგიების შიდა უარყოფითი ენერგიები გათავისუფლებულიყო. ეს ავტორები ასე ვთქვათ განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ თამაშის პროცესით ბავშვის უარყოფითი ნეგატიური ენერგიებისგან გათავისუფლებას, ხო? და ამბობდნენ რომ ასე ვთქვათ გარკვეული თამაშები და ჩვენ ვიცით ეს რომ დღეს ფსიქოთერაპიაში აქტუალურია ამაზე საუბარი და აქტუალურია ის ცენტრები რომლებიც უშუალოდ თამაშის პროცესზე მუშაობენ და ამ კუთხით ეხმარებიან ბავშვებს და არა მხოლოდ ბავშვებს. მაგალითად მელანია კლაინი ერთ-ერთი იყო რომელიც ბავშვის ფსიქოლოგიაში განსაკუთრებულად პირველი ასე ვთქვათ ინოვატორი იყო ბავშვის ფსიქოლოგიაში თამაშებით ჩაღრმავებოდა იმ პრობლემებს რომელიც ბავშვების წინაშე დგებოდა. ანუ მოკლედ რომ ვთქვათ ბავშვი თავისი ინსპირაციით ცდილობს გამოიგონოს თამაშები და ამ თამაშებში გამოიტანოს შინაგანი უარყოფითი ენერგიები და გათავისუფლდეს ამ ენერგიებით, რომ შემდგომ ასე ვთქვათ დიდობაში და წლების განმავლობაში ამ ენერგიებმა ერთობლივი ასე ვთქვათ თავშეყრის ადგილი არ ნახონ და შემდგომ აერთიანად არ შეუტიონ ასე ვთქვათ ფსიქიკას. რა ხდება იმ შემთხვევაში თუ კი ჩვენ ბავშვებს smartphone-ებით ასე ვთქვათ ვახალისებთ და ისინი დიდხანს ატარებენ smartphone-ებთან დროს. ასე დროს ბავშვი ესე იგი სხვადასხვა ადამიანებისგან შექმნილი კონტენტებით ამ შიდა უარყოფით ენერგიებს კიდევ უმატებენ სხვა უარყოფით ენერგიებს, რომელიც ხელს უშლის პირდაპირ მნიშვნელობით გამოთავისუფლებას. ანუ ეს უკვე თამაში აღარ არის. თუ კი მაგალითად თამაშის პროცესით, მოგონების პროცესით ბავშვი არაცნობიერად ცდილობდა უარყოფითი ენერგიების გადმოტანას თამაშში, რითაც ის თავისუფლდებოდა, მისი ფსიქიკური მდგომარეობა ბალანს ამით ინარჩუნებდა. ამ შემთხვევაში როცა მათ smartphone-ებთან უწევთ კონტაქტი, სხვის შექმნილ კონტენტებს ასე ვთქვათ ისრუტავენ, ეს პროცესი ასე ვთქვათ მათზე პირიქით მუშაობს და უკვე არსებულ ასე ვთქვათ სხვადასხვა უარყოფით ნეგატიურ ენერგიებს გარედან შეძენილ კიდე ახალ ენერგიებს უმატებენ და ეს განსაკუთრებულად ასე ვთქვათ აისახება თანამედროვე ბავშვებში. თუ დავაკვირდებით, განსაკუთრებულად ასე პრობლემურია ის ბავშვები, რომლებიც უფრო ხშირად იყენებენ smartphone-ებს და საბოლოო ჯამში მათი ასე ვთქვათ ფსიქიკური წონასწორობა, რა თქმა უნდა არ მოგცემს დადებით მაჩვენებელს დროსთან მიმართებაში განსაკუთრებით. გბადრობთ ყურადღებისთვის და მე მგონი ეს საკითხი ასე ვთქვათ ძალიან საინტერესოა, იქიდან გამომდინარე რომ არ არის ეს ჩემი ასე ვთქვათ თეორია, გარდა იმისა რომ ეს ნაწილი დავამატე, ეს არის ასე ვთქვათ არსებული ვინიკონტის, პიაჟეს, მელანია კლაინის და არა მხოლოდ მათი, ასე ვთქვათ მათ შორის ანა ფროიდის და დანარჩენების, რომლებიც თამაშში ხედავდნენ შინაგანი უარყოფითი ენერგიების ასე ვთქვათ გადმოტანის პროცესს და ამით კიდევ მეორე თავისუფლდება ადამიანი ბავშვი განსაკუთრებით, რაც ასე ვთქვათ მათ ხელს უწყობს შემდგომი ასე ვთქვათ ფსიქოლოგიური წონასწორობის შენარჩუნებაში და smartphone-ის გამოყენების შემთხვევაში ისინი ამის ასე ვთქვათ ფუფუნებას ნელ-ნელა დროსთან მიმართებაში კარგავენ. გბადრობთ ყურადღებისთვის.